რომ ამერიკაში მივდიოდი საბრძოლველად შენთან დილის გადაცემაში ვიყავით. ხო ეგრე იყო? ეგრე იყო ნამდვილად. ხო რამდენი 5 წლის უკან და ეხა საკუთარი არხი არის და თან მიხარია ისო შენი ნახვა დიდი დრო გავიდა რაც არ გვინახია ერთმანეთი და მოკლედ გადავალ გეგმებზე როგორც თვის ბოლოს 24 მაისს ვიბრძოლებ გერმანიაში PFC-ის საჩემპიონო ხამარზე როგორც ბელატორთან დავასრულე კონტრაქტი აღარ ვიბრძოლებ ბელატორში ბელატორი აღარც არსებობს და გერმანული ორგანიზაცია PFC-ის ხამარზე ვიბრძოლებ 24 მაისს და 24 მაისის მერე უკვე ვიქნები UFC-ის მოლოდინში. სავარაუდოდ კონტრაქტს მივიღებ, ან short notice-ზე ვიქნები და ნებისმიერ დროს შეიძლება ამერიკონ და ბრძოლა შემოთავაზო. PFC არის გერმანული ორგანიზაცია. ჩემმა ტრენერმა და მისმა პარტნიორებმა ჩამოაყალიბეს Phoenix Fighting Championship. ესეთი განმარტება აქვს. რამდენიმე 5 თუ 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მზარდი ორგანიზაცია. ძალიან ცნობილი არ არის ჯერ, მაგრამ ცოტა ხანში კაი ბრძოლებს ატარებენ და ცოტა ხანში ევროპული ქვეყნები ევროპული MMA საზოგადოება გაიცნობს PFC-ს. და ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბელატორის დიდი ორგანიზაცია არ არის, მაგრამ ბრძოლა თან თამარზეა ბრძოლა, ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია და ამ ბრძოლას როგორც ბელატორში და ბელატორამდე მთელი სერიოზულობით და მთელი მონდომებით მომზადები ამ ბრძოლისთვის. როგორც კი ვეგასში გადავოდი საცხოვრებლად, უკვე რაღაც 7-8 თვია. იმის გამო, რომ UFC-ის დარბაზია იქ, UFC Apex იქ არის. ივენთების 70% ვეგასში ტარდება და მამ ჩემი გეგმის განხორციელებაში ძალიან კაია ვეგასში ყოფნა, იმიტომ რომ ბევრი ბრძოლები ტარდება. ჩემ წონაში ან 90 წელში ვინმე თუ ამოვარდება, მზად ვიქნები. და იმას ვიტყვი კი წინა არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მაინც რომ ის საინტერესო გავხადოთ და ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ, UFC-ის matchmaker-ს ვესაუბრე, დაინტერესებული არის, უბრალოდ ბოლო ბრძოლა სამწუხაროდ წაგებული მაქვს. და მჭირდება მოგების სერიაზე გასვლა და ეს ბრძოლა იქნება საუკეთესო ვარიანტი. მოვიგებ, მოგების სერია მექნება და welcome იქნება UFC-ში. UFC-ის მერე ბელატორი კონკურენციას უწევდა. ვერ უწევდა ბოლომდე კონკურენციას, მაგრამ UFC-ის მერე ბელატორი იყო ყველაზე სერიოზული და დიდი ორგანიზაცია. და ამ ორგანიზაციის კონტენდერი ვიყავი. ძალიან მაგარი მოგებები მაქვს, ჰონდაი. ერთ-ერთი ბრძოლა წლის ნოკაუტად დაასახელდა. You had to miss, but here comes the connection. You can see it just puts Homasi to sleep. და MMA საზოგადოებაში ხა იქ ყველაფერი კარგად იცის და თან ახალგაზრდა ვარ. გომში ვბრძოლობ, მეტი სტრაიკინგი და არ ვიცი რა, ხო იცი რაღაცები ყველაფერი არ იცი, აი როიზდები გამოცდილებას გემატება, ტვინს გემატება და ჭიდაობა არჩევნისნაში დამაყენო მირჩენია, ნოკაუტით მოვიგო, უდრეს საბმიშენით მოვიგო. მაგრამ მაინც ჭიდაობა დომინანტურია და ჭიდაობა მაგარი უნდა ქონდეს და მე ყურადღებას ხო ჭიდაობას ვაქცევ. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაკრების ბიჭებთან ერთად ვარჯიშობ მეხმარებიან მომზადებაში გივი მაჭარაშვილი ავტოკენჭაძე და აი ძალიან მეხმარებიან ბიჭები. მადლობა ბიჭებს და როგორ ესეთ საერთოდ სპორტი ყოველდღე უნდა განვითარდე და ყოველდღე წინ წავდიდე და ეს ბიჭები მეხმარებიან რომ ჩემი ჭიდაობის სკილები გავზარდო და ოცნებისკენ წავიდე. კონკურენციის რომ მეშინოდე საერთოდ სპორტში არ ვიქნებოდი. პირით კონკურენცია რაც რაღაცა დოზით სტიმულს გაწევს, რომ ვინმე თუ მაგარია, შენ იმაზე მაგარი გინდა რა იყო. მე ეგრე ვარ, არ მეშინია კონკურენციის პირიქით სიამოვნებით. არ მირჩენია ძლიერ შეჭუბა ვიდრე სოს და ჩემი ბრძოლები კი იცი, არავის მარტივი ბრძოლა არ შედეს ამ ქონია და არც ახლა არ იქნება ჩემი შემდეგი ბრძოლა მარტივი. ჩემ წონაში საუკეთესო GS-ი, ჯორჯ სენტიერი.
ვეგასში ესე მოგროდით. მე ამიან გოგოლაძე, მერაბ დვალიშვილი, ზვიად ლაზიშვილი, ოთარ ტანზლოვი ჩამოდიოდა ამერიკაში ცხოვრობენ ქართველები თორნიკე მაგილეში. ვინმე რო გამოჩი საღლიან. ბევრნი, აი ძალიან ბევრნი ვიყავით. აი ეს ვეგასის ტეიქ-ოვერ გავაკეთეთ რა. MMA-ის საზოგადოება ჭიდაობის MMA-ის და ჭიდაობის ელიტა და ეს კომბატ სპორტი რაც არის, ყველა მიცის. ქართველი მებრძოლების შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაგარი მებრძოლი აქვს UFC-ში, მაგრამ მაინც და მაინც ჩემპიონების დამსახურება, ჩემპიონებმა კი იცოდნენ ქართველები მაგარი მებრძოლები არიან, მაგრამ მერაბმა დაილია, უფრო ესე დაატყეს ხელი. იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, მაგ ბრძოლის მერე ხმა 1-5 დღე მეტი ერთი კვირა აღარ მქონდა, აი აღარ შემეცდა იმდენი კვირა თან ხო იცი კავკასიური მარტო თან მერაბმაც ისე პირო ის მიიღო რა ემოციურად აიღო ხო და მარტო კამარს არ იყოფდნენ რა უფრო რაღაცა კავკასიაში უფრო მაგარიტი რაღაცა ეგეთი იყო რა და ძალიან ბევრი კავკასიელი ხალხი იყო და ცოტა დაძაბულობა იყო რა ერთ მომენტს გავიხსენებ მერაბი რომ სამ გამოვიდა ხო ნორმა გამედოვი გამოვიდა ტრიბუნიდან გამოსასვლელი იყო მე ვიდექ ტრიბუნაზე და ამ ტრიბუნის ეკით იდგა ვიღაც ტიპი კაპიშონიანი და აქეცრა ეს დაღესტან ეს ჩემი ყურადღება მიიღო და ესე მიყურებს რა ესე გააკეთა რომ დაღესტანია რა და მე ბრძოლის მერე ვეძებდი მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიყონე მე მეცინებოდა და მეთქი გნახო ბრძოლის მერე რა დაძაბულობა არ იყო ის რო გითხრა მერაბი ძალიან ხმედი იყო ზავს სიმღერები ქონა ჩართული სულ რაღაცას ხუმრობდით და ძალიან პროფესიონალურად არანაირი დაძაბულობა თან მერაბიც ერთი პიროვნება არის მხიარულად არის და რა თქმა უნდა პროფესიულად უდგება ყველაფერს და ესე დაძაბულობა არ იყო იმიტომ რომ ყველა ვინც მერაბის კემპი ხედავდით და მერაბის მერაბთან კემპი გავიარეთ ყველამ ვიცოდით რომ იმდენად მაგარ ფორმაში იყო ხან იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის ხო სურს ის ვინმე შესულიყო და მიხმარება და მაინც ვერ მოუგებდა ამერიკაში ყოფნამ კი იმოქმედა ჩემ განვითარებაზე, გამოცდილებაზე, UFC-ში ჯერ არ ყოფილი ვარ და მაგას ვერ ვიტყვი. ახლოს ხო ტრიალი? კი, ახლოს კი ტრიალი, მაგრამ მაინც ჯერ არ ვარ UFC-ის წევრი და მედია მალე ვიქნები. მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი მებრძოლები, ძალიან კაი მებრძოლები არიან. მაგრამ ესე რო ვთქვა, MMA-ის ელიტა ამერიკაში არის. ეხლა სხვადასხვა ევროპულ და ბრაზილია, სამხრეთ ამერიკაში არიან, მაგრამ მაინც ელიტა, მასა MMA-ის ელიტის ამერიკაში არიან და ეს მოქმედებს შენ განვითარებას. არ ვიცი, ალბათ მაგ დარბაზში ვარჯიში რომ დამეწყო. იმდენად კომფორტულია იქ ვარჯიში. და შეიძლება ხოიცი სპორტსმენი მშიერი უნდა იყოს რა და ეს მშიერი არ იქნება. კაი და ძალიან უმაღლესი ყველაპირობაა იმისთვის რომ მებრძოლმა თავის საქმე აკეთოს და ტრენერები, ფიზიომზადება, დოქტორები, მასაჟი, რაც კი მეგობრს ჭირდება ყველაფერი. არა, ირა მაგას რო ვფიქრობ სულ ყოფილებამდე ამისული, უკვე დიდი მინუსი. მე არ ვფიქრობ სულ ყოფილებამდე ვარ მისული, მაგრამ დიდი ცვლილება მაქვს გაკეთე. დიდი ცვლილება არის ჩემს თავში, როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად მეტი გამოცდილება მივიღე და სულ ვცდილობ რომ განვითარდე. მაგას არ ვფიქრობ რომ რაღაცა სრულყოფილებამდე რაღაცა ძალიან ბევრი მეტია. უფრო თავდაჯერებული გავხდი, მიუხედავად ამდენიმე მარცხის, უფრო თავდაჯერებული გავხდი და უფრო გამიმტკიცდა ის აზრი რომ ჩემპიონი აუცილებლად გავხდები. აი, საიდან მოდის? აი, ხო იცი რაღაცა არის რაღაც ქიმია რო ტრიალებს, ხო იცი შეიძლება მეორე ადამიანს ვერ უთხრა, მაგრამ შენ გძნობ მაგ ქიმიას. 4 ეს ბრძოლა კარგად დამთავრდა და ოქტომბერში მივიღე UFC-ის ბრძოლა. საკუთარ რა თქმა უნდა დავიკე. კი დაუფიქრებ. მნიშვნელობა რა აქვს? თან ორი როგორ უნდა ვქნა?
77-ისთვისაც მზად ვიქნები და 84-ისთვისაც. რო უფრო მეტი შანსი უნდა გამოვადეს. ნიკიტას აქ. ამ ბრძოლის მერე წონამა გავაკონტროლა. დავიკავე წონას. ან რომელზე დარჩა 77-ზე? ჩემი სატარებელი წონა არის 95 კილო. ეხლა უნდა ვიბრძოლო 80 კილოში. მე 95-ზე აღარავა. მე გავჩერდები 98-9 ეს. რო ერთ კვირაშიც რო დამიძახონ პირველ ფარფეშიც რო იყოს. შეიძლება არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს. მაგრამ მაგ შეიძლება გამო გონა დავიკავოს წონა, რომ ერთ კვირაშიც რომ მომიწევს წონის დაკლება მზად ვიყო. წონის კლება არის MMA-ის ბნელი მხარე, რომელიც ძალიან მართლა ძალიან ბნელი და ძალიან ისეთი არის რა. საშინელი. მაგრამ მაინც ძალიან დიდ კიულს იღებ ფიზიკურად, მაგრამ მენტალურად უფრო რაღაცა გტეხავს, მაგრამ თუ მენტალურად ძლიერად ხარ, აუცილებლად გააკეთე წონას რა, აუცილებლად. მე ჩემ ყველა ინდივიდუალურად უყურებს. ჩემთვის ესე ვიძახი, რომ წონის კლება პირველ რიგში მენტალურად ძლიერად თუ ხარ, წონის კლება გაგიადვილება. ფეშტოკი რა თქმა უნდა იქნება ოღონდ მორალთან ახლოს რა ეხლა ფეშტოკი შეიძლება ესეთი იყოს რომ რაღაცა საზღვრებს ვერ გეტყვი ხარ შეიძლება ხანახან ზედმეტი მომივიდეს შეიძლება გავაკონტროლო ჯერ იქ რომ მივარ მე რომ ნახოთ რა თორია მაგაზე საუბარი მაგრამ იოსის შემოხვდები იქ იოსის დაპირება არის და შენ ვიქცე ვინა იმით ვერ გახონდა ნატოვის და ხატვა მინატანზე ოღონდ ძველ ქართული რაღაცა ფრაზები ძველ ქართული შრიფტი რაღაცა ესეთი წინანადებები რაღაცა ნაბირაშვილმა პირველი ბრძოლა მოიგო 2 თვის ფენახეურის უკან პროფესიონალებში. რამდენიმე ბრძოლა ჭირდება, ვერ გაიგებ რამდენი, მაგრამ ჭირდება ბრძოლების ჩატარება UFC-ზე. ჩემი აზრით ყველაზე ახლოს ახლა ამირანი არის, იმიტომ რომ შეიძლება დღესვე დაანონსდეს, რომ UFC-ში იჩხუბებს ამირანი. ჩემი აზრით შემდეგი ქართველი ვინც UFC-ში იჩხუბებს, ახლა მომავალში ამირანი იქნება. და აუცილებლად იჩხუბებს. სნაიპერი. კი. ორივე ჯგუფი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ ესე ვერ გამოხდა. მაგრამ ილიაზე თქვათ მაღალ წონაში რო ჯგუფი ბრძოლობს, ხო? მეც იგივეს ვიზავდა. რატო? ჩემპიონი რა ხდები? მე მაქნას მაღალ წონაში აუცილებლად დავალ და მეორე კამარზე მეც ვიბრძოლე. ეგ ამბიცია აუცილებლად მექნება. შანსიც აქვს ძალიან დიდი, ვინმეს თუ შეუძლია მახაჩევის დამარცხება, ილია არის. სტილისტურად. მაგარია, შეიძლება შეუძლია. მარტივი ბრძოლა არ იქნება, მაგრამ ვინმეს თუ შეუძლია ეხა მახაჩევის დამარცხება, ილიას შეუძლია. და მერაბის ბრძოლით იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ ესე ვერ გამოყოფ რა, ილიას მაგრად ბოქსაოს ისეს მერაბ აბსოლუტურად განსხვავებული სტილია. განსხვავებული, მაგრამ იმდენად დიდი დრაივია ორი-ორ ბრძოლაში, რომ ძალიან მაგარია. კლეტკები რო ჩაიკეტება, ეგ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, სათხარ მოკლედ რა. კლეტკაში ხარ, იქ იმის ეგ ტრაქტება, არ გაინტერესებს რა. თავარია იქამდე მიხვიდე. ის დაკეტონ კარები. გონგის ხმა იყოს. და ვსო, ბრძოლა. ერთ მას ვიტყოდი, რომ ჯერ არ ვფიქრობ, მათი გმირი ვარ. არა, შევეცდები რომ გავხდე. ამ პატარა მასშტაბზე ხა ეს ბიჭები აქაც არიან, რა თქმა უნდა, თვალებში მიყურებენ, რომ ამე ახალი ვაჩვენო და ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა, მაგრამ შევეცდები რომ ხა როგორც ჩვენ თქვი. გმირი არ ვფიქრობ, რომ ეგრე არის, მაგრამ შევეცდები რომ ეგრე გავხადო აუცილებლად. მეგობრებო, გამოიწერეთ Sport Hub-ი YouTube არხზე და უყურეთ ჩვენს გადაცემას.